ჯოზეფ კეი თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს იმედის იძულებით წართმევაში ადანაშაულებს კეის ჩვენებით იმედის დათმობის პროცესში მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობდა. კეი ადასტურებს, რომ გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის დავალებით რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა შპს რიყის მფლობელმა დავით იაკობაშვილმა $9 მილიონ ჩაურიცხა ამ თანხის დაფარვის ვალდებულება უგულავამ და კეზერაშვილმა იმედის დათმობის სანაცვლოდ აიღეს. ეს თანხა ჯოზეფ კეის ინვესტიცია იყო, რომელიც იმედში ჩადო. ჯოზეფ კეის ჩვენების დეტალებს მისი ადვოკატი ყვება. კეი ქართველმა სამართალდამცველებმა თურქეთში ადვოკატის თანდასწრებით 15 თებერვალს დაკითხეს. ჯოზეფ კეის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების დეტალებს გვიყვება. ემზარ პაქსაძის განცხადებით კეის დაკითხვა 15 თებერვალს თურქეთში შედგა, რასაც თავადაც დაესწრო. დამცველის განმარტებით რიყესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაში მისი სახელის ამოტივტივება კეისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. ინგლისში რეგისტრირებულ ჯოზეფ კეის კომპანიას იმედში ინვესტირებული თანხა შპს ახალი რიყის მფლობელმა რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა გიგი უგულავას დავალებით ჩაურიცხა. გიგი უგულავა ეუბნება ფირმა მოგვეცია. ზუსტად ამ სიტყვებით, რომ ანგარიში ჩაურიცხოთ, ანუ რეკვიზიტები. ჯოზეფმა კითხა, რომ საიდან რიცხავთ? მას უთხრეს, რომ იაკობაშვილსო, ჩვენი ვალი აქვს. ჩვენი ფული აქვს, ვალი არა, ჩვენი ფული არის იაკობაშვილთან და ისო ჩაგირიცხავს. როგორც ადვოკატი ამბობს, ჯოზეფ კეი იძულებული იყო იმედის საკონტროლო პაკეტი 90% დაეთმო. უგულავამ და კეზერაშვილმა პირობა მისცეს, რომ წილის დათმობის სანაცვლოდ იმედში გაწეულ ხარჯს $10 მილიონამდე აუნაზღაურებდნენ. ჯოზეფ კეის ჩვენებით 2008 წლის დეკემბერში კეზერაშვილმა ოფისში დაიბარა, სადაც მუქარით აიძულა წილი დაეთმო. კეის კეზერაშვილმა ტელეფონზე პრეზიდენტი სააკაშვილიც დაალაპარაკა. კეზერაშვილმა გავიდა ოთახიდან და რამდენიმე წუთში ბრუნდება უკან, აძლევს ტელეფონს ბატონ ჯოზეფს და ეუბნება, რომ ელაპარაკე, ვინ არის ეკითხა და ელაპარაკე. უპასუხა ბატონო და მეორე მხარეს საქართველოს პრეზიდენტი ბატონ მიხეილ სააკაშვილი იყო და ეუბნება ესეც სიტყვებს, რომ რასაც კეზერა გეტყვის, კეზერას ეძახის თურმეში და კეზერა გეტყვის ისე გააკეთე. რამდენიმე დღეში გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. უგულავას მითითებით ჯოზეფ კეიმ თავისი წილი გადასცა დავით კეზერაშვილის კონტროლს დაქვემდებარებულ პანამაში რეგისტრირებულ კომპანია ბორდექს ლიმინტედს. თანხა, რომელიც გადაეცხა თბილისის მერიამ, რეალურად არ ასახავდა იმ ცვლილებებს, რომელიც რიყის ტერიტორიაზე განხორციელდა იმ პერიოდში. არც ერთი კონტრაქტი, რომელიც გაფორმდა რიყის ტერიტორიის უკან გამოსყიდვაზე, არცაც საუბარი არ არის იმაზე, რომ შეპესი ახალმა რიყემ, რომელიც რიყის მესაკუთრე იყო, გააუმჯობესა რიყის ტერიტორია და შეასრულა აღებული ვალდებულებები. ადვოკატის განცხადებით, ჯოზეფ კეი მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და საჭიროების შემთხვევაში საქართველოშიც ჩამოვიდეს. ემზარ პაქსაძის განმარტებით, საქმეში ბევრი მტკიცებულებაა, რომელიც ჯოზეფ კეის ჩვენებას ამყარებს.